გაწვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა დაიწყეს. ამ ეტაპზე კურს საქართველოში მცხოვრები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილებული პირები გაივლიან. გაწვევის მიმდინარე ეტაპზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვიანი ვადით გაწვეულ პირთა რაოდენობით თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი კვოტა სრულად დაკმაყოფილდა. ბაზიანისა და სენაკის ქვედანაყოფებში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სამხედრო ბაზაზე მოქცევის ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. აღჭურვილობა დაურიგდათ და იმ ყაზარმებში გადანაწილდნენ, სადაც 8 კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. კურსის დასრულების შემდეგ წვევამდელები ფიცს დადებენ და თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 53 ბატალიონში და მე-3 ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონში გადანაწილდებიან. მე ჯარში ჩემი ნებით წამოვედი, 6 თვე აქ უნდა გავატარო. ჩემი წამსვლის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვობიდან სულ მქონდა სული, რომ კარგ ჯარში მომსახურა. საქართველოზე კარგ ჯარს ალბათ ვერ ნახავ რა. რა არის იმაზე უკეთესი თუ შენ ქვეყანას ემსახურე. რაც შეეხება პირობებს და მოლოდინებს, რა მოლოდინები დიდი მქონდა რა თქმა უნდა და აქ კიდე უფრო დიდი შედეგი დამხვდა. ყოველთვის მინდა და მე მსახურა საქართველოს თავდაცვის ძალებში. წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოვცხადით ჩემი ნებით. მოსვლის დღიდან დამხვდა ძალიან კარგი სიტუაცია და მოსვლის დღიდანვე ჩემი იმედები გაამართლა. ყველა საქართველოს მოქალაქეს ვურჩევ იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში. უმრავლესობა არის ნებაყოფლობითი წვევამდელი, მათ თავიანთი სურვილით გამოთქვეს სამხედრო სამსახური. აღნიშნული და გამომდინარე, ისინი გარკვეული ბენეფიტებით ისარგებლებენ.